თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. გადაცემის სპონსორია საპორე ფრედო. საპორე ფრედო ეს არის ნაყინის სახლი ქუთაისში, სადაც ნაყინის მოყვარულებს შეგიძლიათ მოხერხებულად მოკალათდეთ და ნება ფაფუკ განცხრომას მიეცეთ. ნაყინის გარდა ჩვენთან უგემრიელეს ბელგიურ ვაფლს, ტორტებს, კრეპებს, ტირამისუს, შეიკებსა და სხვა სიამეებსაც იგემებთ. ჩვენს აღმოსაჩენად საღარაძის 4 ნომერში უნდა მოგბრძანდეთ, ყოფილი პუშკინის ქუჩა. საპორე ფრედოში მუდამ გელიან, რადგან ნაყინის ამინდი სულ არის. განათლების მინისტრი რომ განათლებაში ვერ ერკვევა, ქართული ხალხური სიბრძნე და ზღაპრები ბოროტება რომ გონია და საერთოდ ენასთან მწყრალად არის, ამას მისი საჯარო გამოსვლები ამბობენ და არა მისი მტრები. ახლახან გავარკვია რომ მან გრამატიკაც არ იცის. არ იცის ზმნა და არსებითი სახელი. ნახა შემასმენელი და ქვემდებარე ჩვენს ბევრს აგვრევია სკოლაში, მაგრამ ზმნა და ზმნის ზედა ზეცართავი სახელი თვით დაბალ აკადემიურ მოსწრებიან მოსწავლეებსაც კი განუსხვავებიათ ერთმანეთისგან. მარტივად რომ გითხრათ და ბევრი არ გაწვალოთ, ალ-ჯეჯელავას სიტყვა იმედგაცრუება ზმნა ჰგონია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული ხდები. ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს სამწუხაროდ თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისათვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება, ესაუბრეთ ერთმანეთს. თქვა ბუკიკიომ და წავიდა ასე იმედგაცრუებული. სხვა თუ ყოველთვიურად და მეტიც ყოველდღიურად იმედცრუდებოდა, ეს საათობრივად. აი წუთობრივ იმედგაცრუებაზე რომ გადავა, მე რა გავქნათ. ამის შემდეგ ისევ როგორც ყველა სისულელეს, სულელურად უპასუხა და ახსნა განმარტება მოუძებნა მთავრობის ყველაზე სასაცილო მინისტრმა ალ-ჯეჯელავამ. საქმე ის არის, რომ ახალ განცხადებებში მოგეხსენებათ ტონალურობა, ასე რომ ვთქვათ შემსუბუქთა შედარებით, ანუ თარგმანის ამბავია. მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება სუსტად. განაცხადა ჯეჯელავამ. უკვე გრამატიკას დაერია. იმედგაცრუება ზმნა არაა, ბატონო მინისტრო. ეს ტაგიმასხარა ერთი კაცის, მხოლოდ ერთი კაცის გასაგონად ლაპარაკობს. სულ არ კიდია დავცინებთ თუ არა? ბიუჯეტიდან 300.000 მისმა კომპანიამ მიიღო, მართვის აკადემია რომ აქვს იმ კომპანიამ, როგორ მართავს ახლა თემაა. კაბინეტი და თანამდებობა ჩაიხუტა, ვიცე-პრემიერის პორტფელიც ამოირჭო იღლიაში და ჩვენ ვიცინოთ კომბლეზე და ნაცარქექიაზე. მაგრამ ჯერ სად ვართ? ახლა მეფის იდეას რომ აიტაცებენ კონსტიტუციურად, მერე ჯანი ბუკიკიოს სახე მაინტერესებს საკონსტიტუციო მონარქიის პროექტს რომ შეუცურებენ გონდოლით ვენეციის კომისიის ხდომაზე. დასასრულს კიდევ ერთი საკითხი. ამჯერად მატარებლის შესახებ. მგზავრების განცხადებით ბილეთის ფასი თბილისი-ბათუმის მიმართულებით გაძვირდა და ის 60 ლარი გახდა. თუმცა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ჯიუტად აცხადებს, რომ ბილეთის ფასი კი არ გაძვირებულა, უბრალოდ ფასი გაიზარდა. 24 ლარი ღირდა და 60 ლარი გახდაო. ანუ კი არ გაძვირდა, ფასი გაიზარდაო. ესენიც დაგვრცინიან, ხო? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. გადაცემის სპონსორია საპორე ფრედო. საპორე ფრედო ეს არის ნაყინის სახლი ქუთაისში, სადაც ნაყინის მოყვარულებს შეგიძლიათ მოხერხებულად მოკალათდეთ და ნება ფაფუკ განცხრომას მიეცეთ. ნაყინის გარდა ჩვენთან უგემრიელეს ბელგიურ ვაფლს, ტორტებს, კრეპებს, ტირამისუს, შეიკებსა და სხვა სიამეებსაც იგემებთ.
ჩვენს აღმოსაჩენად საღარაძის 4 ნომერში უნდა მოგბრძანდეთ. ყოფილი პუშკინის ქუჩა. საპორე ფრედოში მუდამ გელიან, რადგან ნაყინის ამინდი სულ არის.